მოგესალმებით, დღესდღეობით დღევანდელ მარკეტის ანალიზს გავაკეთებთ, სადაც წავაგე $140 და ასევე ერთი ტრეიდი break-even-ს დავხურე და მაგას განვიხილავთ დღეს. მოკლედ, მარკეტი მაღალ time frame-ზე არის bullish-ი. ეს daily order block მქონდა ESM მონიშნული და ასევე NQ-ზე daily order block-იც და daily fear-ოლგებშიც ვართ და წინა დღის high მქონდა დღეს target-ი NQ-ზე. Lower time frames რო გადავიდეთ, ეხა აქ bullish order flow-ა მივყვებით. Lower time frame-ზეც 1 საათიანზე ნაკლებად ის inversion-ია, მაგრამ დავიგიდოთ. Lower time frame-ზეც მარკეტი, აი ესე გადავახვევ, იმ დროს როცა ვტრეიდოვდი. 90 გაიხსნა თუ არა, მარკეტი ჩამოვიდა, SLC liquidity აიღო, რომელიც იყო აზიის low თუ არ ვწდები. აზიის low. ეს აზიის low რო ავიღეთ, ES-ზე რო გადავიდეთ, გვაქვს bullish SMT. დავშალოთ ყველაფერი. ეს bullish SMT შეიქმნა და ამ bullish SMT შემდეგ გვაქვს ძალიან ლამაზი equal high-ები და ეს high-ც კიდე external target-ი არის, მანდ აქამდე runners-ს დავტოვებდი. მოკლედ ეს წინა დღის high არის. ქონდა target-ი ES-ზე. ES-ი პირველად უფრო bullish-ი იყო, bullish SMT-დან გამომდინარე და ასევე მაღალ time frame-დანაც გამომდინარე ES-ი პირველად უფრო ზემოთ არის და ასევე ES-ს რო target-ები მქონდა, მაგიტომაც ვარჩიე რომ ES-ზე გამიხსნა ეს ტრეიდი. არც ეს სფეროლოგები არ დაგვიდის რესპექტებია, დისკაუნტში ჩამოვედით retracement მქონდა, SMT შემდეგ მქონდა მარკეტზე რეაქცია და პირველი entry სადაც მქონდა იყო აი ეს displacement-ი რო იყო და SBP არის ეს inversion-ი გაკეთა, აქ გავაკეთე პირველი entry. Stop loss მედო I'm low-ზე, მაგრამ ამ low-ზე მედო stop loss-ი და მთავარი target-ი იყო ეს. და ამ ჰაებზე თქონდა ფარშალების აღებას ვაპირებდი რა. ერთი მინუსი რაც თავიდანვე აღვნიშნე ამ ტრეიდში იყო რომ თუ ვოლუმი არ იქნებოდა მარკეტს, აი ამ ადგილის გავდა რთული იქნებოდა, სადაც ახლა power 3 წერია და აი ეს high resistance ადგილი არის და რატო? იმიტომ რომ აქ გვაქვს დიდი displacement-ი, არ გვაქვს low resistance liquidity დაგენერებული, ამიტომაც აი ამ ადგილის გავლა მარკეტს გაუჭირდებოდა და დიდი ალბათობა იყო ამ range-ში გაჭედილი იყო პრემიუმში და შემდეგ მაკროზე, რადგან დღეს ნიუსი არ გვაქვს და ასევე ხვალ გვაქვს CPI, რომელიც ძლიერ ნიუსი არის და CPI-ს წინა დღეს AM-ი და PM-ი ზოგადად რთული სატრეიდოა ხოლმე. ამიტომაც ჯობია ხოლმე რომ მით უმეტეს მარტო მაკრო დროს გახსნა ტრეიდი, მით უმეტეს ნიუსი როცა არ გაქვს, ესეც მაკრო დროს გაიხსნა ეს ტრეიდიც. ამ ინვერჟენზე მარკეტი თავიდან ეგრევე წავიდა ჩვენი მიმართულებით, ავიდა, აი ამ პრემიუმ ადგილსაც მიარტყა. პირველი ფარშალი რა თქმა უნდა ჯერ აღებული არ მქონდა, risk reward-ი არ მოწყობს, მაგრამ stop loss-ი ავიტანე აი ამ low-ს. ამ low-ზე მქონდა stop loss-ი ატანე. შემდეგ მარკეტმა, რა ვიცი, აქ სანახავ დიდი არაფერი არ არის, მთელი 40 წუთი იყო კონსოლიდაციაში. ამის შემდეგ ეს low რო გაკეთდა, ეს low ავიღეთ, ეს low. Stop loss-ი break-even-ზე ავიტანეთ და შემდეგ ჩამოვიდა ფასი break-even-ზე გავხსტობა. ძალიან მჯეროდა აი მარკეტზე, აი ვერ წარმოვიდგენ რომ დღევანდელი მარკეტი უნდა წასულიყო ქვემოთ, ანუ არაფერი არ მეუნებოდა მაგას რა. დღეს თუ ბიარიში იყავით, არასწორები ხართ. არ მაინტერესებს, მართლა იმენა გულით მეჯერა მთლიანად, რომ მარკეტი იყო bullish. უბრალოდ ან დრო იყო არასწორი თქო, ან კონდიცია მარკეტის ცუდი თქო, რა თქმა უნდა კონდიცია ცუდი იყო, მაგრამ აი დრო სწორი მქონდა არჩეული, მაკრო დროზე ეს მოძრაობა რაც გააკეთა, ეხა აშკარად კაი მოძრაობა იყო რა. შემდეგ მარკეტზე გავაკეთე re-entry. ეს low რო ავიღეთ და აქ displacement მქონდა, აქ გავაკეთე entry, უფრო ქვემოთ მქონდა entry, სანამ ეს მთელი ჩახუროდა მანამდე შევედი, stop loss-ი მქონდა თავიდან აქ, target-ი რა თქმა უნდა იგივე რჩებოდა, ხო? შემდეგ ფასი ესე გამოძრავდა, ეს order block-ი რო გაიკეთა, stop loss-ი ავიტანე აი აქ, ესე მედო და მე მგონი ცოტა ქვემოთაც მედო, ცოტა არ მახსოვს. მაგრამ ნამშრომლობა, რისკი შემცირებული იყო, აქ რისკავდი 95% და მე წავაგე $140. დიდი არაფერი არ წავგია, მაგრამ აი მაინც რო დააკვირდეთ მარკეტს არ იყო, აი მე ვერ წარმოვიდგენდი რომ დღეს მარკეტი ბიარიში უნდა ყოფილიყო და რაღაც კიდევ მეეჭობა რა. მგონია რა, ეგრე არის რომ ვაფშე არ გამტყლამია ამ ტრეიდის აგება, გამომდინარე იქიდან რომ ძალიან დარწმუნებული ვიყავი ტრეიდში, თავდაჯერებული ვიყავი ყველანაირად, დაჟე მთელი ლაივი, ლაივ ტრეიდინგი რაც მქონდა, მღეროდი სიმართლე გითხრათ. და ეს იყო დღევანდელი სატრეიდო დღე. მოკლედ, თქვენი ინსპირაციისთვის ესეც მინდა რომ გაგიზიაროთ, დღევანდელი ტრეიდი აქ არ არის ჩათვლილი, მაგრამ ბოლო 90 დღეში მაქვს მხოლოდ უკვე 28 ტრეიდი გახსნილი და დააკვირდით საშუალო მოგების მაჩვენებელს და საშუალო წაგების მაჩვენებელს რა. ახო, აი მახსოვრეთ.
სისტემატიურობაზე მეტად ამ საქმეში არაფერი არ ფაზობს და ასევე შენი data, შენი სისტემა რო გაქვს შემუშავებული. რაც არ უნდა მოხდეს ვიღაცისთვის რაღაცა, რომ ალოგიკური იყოს, რომ მე როგორც შეიძლება მარკეტზე ტრეიდობდი, ან თქვენ როგორც ტრეიდობთ რა, თუ საკმარისი data გაქვს შენ სტრატეგიაზე შემუშავებული და შეგროვებული, იცოდეთ, რომ აი ვერაფერი გაგაჩერებთ ამ საქმეში, ანუ ინტუიციას, გრძნობებს და რაღაცებს აღარ ეყრდნობი იმ ინფორმაციას, ფაქტიურ ინფორმაციას, რაც გაქვს შეგროვებული, რაც ხდის პროფიტულს. აქ ყველაფერი მიწერია. ორ შაბათობით იშვიათად მაგიტო ტრეიდობთ, რომ აგერ win rate-იც შეხედეთ, 25% win rate მაქვს ორ შაბათს. იშვიათად ტრეიდობ 4 ტრეიდი მაქვს მთელ 90 დღეში, ორ შაბათ დღეს აღებული. სამ შაბათი მაქვს, როგორც ხედავთ, ყველაზე პროფიტული, 4 შაბათი კარგი პროფიტულია, 5 შაბათიც 100%-იანი win rate მაქვს, 5 შაბათს მაგრამ რაღაც 4 ტრეიდი მაქვს გახსნილი და პარასკევსაც 100%-იანი ვон 3 ტრეიდი მაქვს გახსნილი. ანუ შეხედეთ, ტრეიდების რაოდენობა ბევრი არ არის. ხვდებით? და 90 დღეში ზოგი 27 ტრეიდს ერთ კვირაში ხსნით. ამიტომაც ხალხო უნდა იცოდეთ, ანუ რატომაც ვარ მე ხა ამ დონეზე ჩამოსული, არის რომ ვიცი, როდის ვარ კარგი და როდის ვარ ცუდი. ამის ცოდნა აუცილებელია. ის ყველაფერი, რასაც YouTube mentorship-ში სწავლობთ და რასაც ჩემი YouTube-დან სწავლობთ, ყველაფერს ჭირდება backtest-ი, data collecting-ი, თქვენ სტრატეგიაზე მორგება, risk management-ი და ასევე რა თქმა უნდა, ფსიქოლოგიური ფაქტორებიც. აი ამ ყველაფერს რო შეასრულებთ და დახვეწავთ, მე იქნებით პროფიტულები თავისუფლად, იმიტომ რომ სისტემატიური თუ არ ხარ ამ საქმეში, არაფრად არ ვარ გიხარ. ყველა საქმეში, რავი, ჩემი აზრით, სისტემატიური თუ რამე არ არის, იმაში დროის და მით უმეტეს ფინანსური ინვესტიცია უაზრობა არის. მოკლედ ხალხო, ეს იყო დღევანდელი ვიდეო, იმედია მოგეწონათ. თუ მოგეწონათ 10,000-ამდე ძალიან ცუდა გვაკლია და მაგარი ვიდეოს გადაღებას ვაპირებთ, თქვენც ზოგმა იცით რა გველოდება წინ. ამიტომაც არხი გამოიწერეთ, 10,000 ავიდეთ და როგორც ყოველთვის, მადლობა ყურადღებისთვის და დროებით წარმატებულ ტრეიდინგს გისურვებთ.